მოგესალმებით და მივესალმებით ტელემაყურებელს, მადლობა ჩართვისთვის. ჩვენ სინამდვილეში უკვე კარგახანია ავკრძალეთ ქართული ოცნება, ავკრძალეთ მაშინ, როდესაც უარი ვთქვით პარლამენტში შესვლაზე, როდესაც უარი ვთქვით გაყალბებული არჩევნების შედეგად მიღებულ რაღაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე, როცა არ მივიღეთ კომისიის, ეგრეთ წოდებული კომისიის პროცედურებში მონაწილეობა და ჩვენი ლიდერები ციხეში წავიდნენ, მაშინ, როდესაც უარი ვთქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე, მაშინ, როდესაც 400-ზე მეტი ახალგაზრდა პოლიციის მინივენებში აწამეს და ვერ გატეხეს პროტესტი, როდესაც ასობით ქალი ღირსების შემლახავ მოპყრობას დაუქვემდებარეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში და ვერ გატეხეს პროტესტი, როდესაც 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ყავს და ერთიც ვერ გატეხეს, ვერ ათანამშრომლეს რეჟიმთან, ბევრჯერ, როდესაც უარი ვთქვით ამ ვითომ ხელისუფლების აღიარებაზე, მათთან თანამშრომლობაზე, ჩვენ ისინი ავკრძალეთ და ყველაზე კარგი ილუსტრაცია, რატო აკრძალული ქართული ოცნება შედგა გუშინ, როდესაც ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს პრეზიდენტი შეხვდა ქართულ საზოგადოებას, მათ ვინც იბრძვის თავისუფლებისთვის და არ შეხვდა საქართველოს თვითგამოცხადებულ პრემიერ-მინისტრს და ზოგადადად საერთაშორისო კონტექსტი, რომ ქართული ოცნება არის უმძიმეს იზოლაციაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, რომ ქართულ ოცნებას არავინ პოლიტიკურ პარტიად არ მოიხსენიებს, მას უწოდებენ რეჟიმს, ეს არის ჩვენს მიერ მათი აკრძალვის საუკეთესო ილუსტრაცია. ეხლა რაც შეეხება მათ ამ ორიგ რაღაც მოქმედებებს, რომელიც ამათი მოგონილი არ არის, ეს არის რუსული სახელმძღვანელოდან გადმოწერილი კიდევ ერთი თავი. რა უნდა აგვიკრძალონ, ვერ ხვდები, ანუ პოლიტიკური ლიდერების ხედან ციხეში, de facto პოლიტიკური საქმიანობა მათ აქვს შეზღუდული. ციხეში ხედან არ ამხოლოდ ლიდერები, სამთვეში გამოვლენ და პოლიტიკური ცხოვრების აკრძალვა ბევრად გრძელვადიანი პერსპექტივაა, ვიდრე ამ ხალხის ციხიდან გამოსვლა, ხომ ასეა გიგა? მოგახსენებთ, არა მხოლოდ ლიდერები, წევრების ხედან ციხეში, მედია რა დღეშია თქვენ ჩემზე კარგად იცით, რა წნეხის ქვეშ არის კრიტიკული მედია ამ ქვეყანაში, არასამთავრობო სექტორი რა დღეშია, ეს ყველამ კარგად ვიცით. ანუ დემოკრატიის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები ამ ქვეყანაში არის უდიდესი დარტყმის ქვეშ, მე ვერ ხვდები რა უნდა შეცვალოს პრინციპულად ამ რაღაცა ახალმა ინიციატივამ. ანუ არ იქნება პარტია, იქნება რაღაც სხვა ტიპის მოძრაობა? დიახ, უბრალოდ ვერ ხვდები, ანუ სადმე შეკრებას აგვიკრძალავენ ერთად და ამ ქვეყნის მომავალზე ფიქრს და მუშაობას, რა ვიცი, აქციაზე არა, არჩევნებში მონაწილეობას აგიკრძალავენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, თქვენ არა, მაგრამ ანუ რაღაც გარკვეულ პერსონიფიცირება იქნება და შეიძლება რომ ვთქვათ შეეხოს თქვენ კოალიციის გარდა ეს არის ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული ინიციატივაც არის კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი პირველი დაასახელა იმ პროპაგანდისტული მედიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კობახიძესთან ინტერვიუში და რა თქმა უნდა ისინი როგორც პარტია დროას ასევე პარტია გირჩიმეტი თავისუფლებას და პარტია ნებისმიერი ჟურნალისტს გაუჩნდებოდა ის ჩამონათვალი ან ასე რომ რა კითხვასთან რა პრეტენზია გაქვთ კობახიძესთან რომ კითხვის შესაძლებლობა იყოს, რა თქმა უნდა, ვკითხავდი რომ ასევე კონკრეტიკაში შევიდო. კითხვასთან კი არა მაქვს პრეტენზია, ერთი პრეტენზია მაქვს პროპაგანდისტებთან ზოგადად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძირს უთხრიან ამ ქვეყნის მომავალს, მაგრამ კითხვაზე არა მაქვს აქცენტი. აქცენტი მაქვს იმაზე, რომ კოალიცია ცვლილებისთვის როგორც პარტიათა ერთობა აი ამ ასაკრძალთა სიაში დაასახელეს უკვე, ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ჩემი პარტიის შემთხვევაში, დროას შემთხვევაში, ასევე გირჩიმეტი თავისუფლების და ახალის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ შემზღუდულ ზომებს მიიღებენ, მაგრამ რაც შეეხება თქვენ არჩევნებში მონაწილეობაზე გქონდათ შეკითხვა, ხო? 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ, ამ კრიმინალურმა დაჯგუფებამ არჩევნები როგორც დემოკრატიული ინსტრუმენტი გააუქმა. ანუ სანამ ჩვენ არ მივახცევთ ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ამ ქვეყანაში არჩევნები ისედაც არ ტარდება და ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩვენ მივახცევთ ამ რეჟიმის ჩამოშლის გზით. ეს რეჟიმი როცა ჩამოიშლება, ამ ტიპის არჩევნები ამ ქვეყანაში შედგება და ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში უკვე ნამდვილად არავინ არ კითხავს კობახიძეს, ივანიშვილს ან ნებისმიერ ამ კრიმინალს, სხვას ვინ მიიღებს მონაწილეობას და ვინ არა. ამიტომ ესეც არ არის არანაირ პრობლემას ეს კანონი არ გიქმნით ამ მოცემულობაში, ამის თქმა გინდათ, იმიტომ რომ ღელავ ძალიან მძიმე მგონია ეს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, უпростоრად
პოლიტიკური ცხოვრება აღარ იქნება მგონია და ანუ არ ხედავთ პრობლემად? პოლიტიკური ცხოვრება, პარტიული ცხოვრება, ხო, პოლიტიკის გაგებით ამ ქვეყანაში ისედაც არ არსებობს, დიახ. კი, მე გეტყვით, ვისთვის არის ეს უდიდესი დარტყმა? ეს არის უდიდესი დარტყმა არა ჩვენთვის პოლიტიკოსებისთვის, არამედ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმიტომ რომ ერთი არის პრაქტიკაში ჩვენ მივიღებთ თუ არა ამ წესებს და რა თქმა უნდა არ მივიღებთ და ბრძოლას გავაგრძელებთ, მაგრამ მეორეა, რომ ამ ქვეყნის იმიჯს, ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს, თითოეული ჩვენგანის ევროპულ მომავალს პირდაპირ ურტყავს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ევროპაში, შეერთებულ შტატებში ეცოდინებათ, რომ საქართველოს ყავს დე-ფაქტო მმართველი რეჟიმი, რომელიც წავიდა ამ ტიპის ანტიდემოკრატიულ, დიქტატორულ, ავტორიტარულ რუსულ ნაბიჯზე. ანუ ეს ჩემი რომელიმე კოლეგის მდგომარეობას კი არ გააუარესებს პრაქტიკაში. კი ბატონო, მესმის რასაც ამბობ და ძალიან მძიმე იქნება ეს. გეთანხმებით. კი ბატონო, გიგა, ერთი კითხვა მინდა ასეთი დაგისვათ აუცილებლად ცოტა ხნის წინ. თქვენი კოალიციის ლიდერია ნიკა გვარამიამ თქვა, რომ დავასრულოთო 4 ოქტომბრის 2 სუსის სპეცოპერაციაზე ლაპარაკიო. ერთი ეს იყო არჩევნები, მეორე ეს იყო ის საპროტესტო შეკრება, მშვიდობიანი დამხობა, როგორც უწოდებდნენ ორგანიზატორები, თქვენ ვფიქრობთ, რომ ეს სუსის სპეცოპერაცია იყო და თუ სუსის სპეცოპერაცია იყო, რომელმაც შეძლო ასეთი ამდენი ორგანიზატორის ოპოზიციის მხარეს, პროტესტის მხარეს ყოფი ორგანიზატორების ჩართვა და ამხელა ტიპის მასშტაბის, ეს თქვათ, შექმნა, ამაზე უნდა დავასრულოთ ლაპარაკი თუ პირიქით ბევრი ვილაპარაკოთ, რომ ასეთი სისულელე მეტი აღარ მოხდეს, ანუ ეს თქვენი აზრით როგორ უყურებთ, როგორც საუბრის დასასრულებელ ამბავს თუ პირიქით უფრო მეტის გაგების სურვილი გაქვთ ამ თემაზე? მე ნიკას ვეთანხმები, რომ ეს იყო სუსის სპეცოპერაცია, რომელიც არ შედგა, რომელიც ჩავარდა და 4 ოქტომბერს იყო ორი ესეთი სპეცოპერაცია, რუსული, მე ვიტყოდი, ჩემი აზრით ეს არ არის მოდულის შენობაში მოხარშული სპეცოპერაციები, არც ეს ვითომ ადგილობრივი არჩევნები და არც ქართველი ხალხისთვის რაღაცა ძალადობრიობის დაბრალება, ეს არის პირდაპირ FSB-ს ოპერაციები, რომელიც ორივე ჩავარდა სინამდვილეში. ნიკას არ უგულისხმია და მეორეში ვინ მონაწილეობდა? ნახეთ, სუსი გავიგეთ თავისი ინტერესით, მაგრამ არ გაურბიო. ვინ მონაწილეობდნენ? ორგანიზატორები იყვნენ სუსის ეს თქვათ მოკავშირეები? ეხავე მოგახსენებთ, ანუ ამ ამბის ერთისაც და მეორესიც ამ ვითომ ადგილობრივი არჩევნების და ამ მეორე ნაწილის ამოცანა იყო, რომ რეჟიმს მიეღო რაიმე ტიპის ლეგიტიმაცია. ამ ვითომ არჩევნების გზით ვერავითარი ლეგიტიმაცია ვერ მიიღეს, იმიტომ რომ პროდასავლური ამომრჩევლის 2/3-ზე მეტმა უარი თქვა ამ ფარსში მონაწილეობაზე, რაც შეეხება მეორე ეპიზოდს, ჩვენ ვნახეთ, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოვიდა 100,000-მდე თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანი, რომელმაც გაავსო თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი და იმის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, რომ ზოგადად პროტესტს დააბრალოს, რომ ის არის ძალადობრივი, ამის მცდელობაც კი ჩაუვარდა რუსეთს და სუსს. ეს არის ჩემთვის ფაქტობრივი მოცემულობა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც სუსის სპეცოპერაციაში ვინ მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ სუსმა დაგეგმა მშვიდობიანი დამხობა, ეს იყო ადამიანები კი. სიტყვები ჩაულაგა ორგანიზატორებს, რომ ასე თქვით, ასე ქენით, ეს იყო ადამიანების შეცდომაში შეყვანა, დიახ. თქვენ გახსოვთ ალბათ ჩვენი პოზიცია თავიდანვე ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რა პოზიცია ჰქონდა ელენე ხოშტარიას ამასთან დაკავშირებით? კი, მახსოვს და ვაფასებ და ამიტომაც გეკითხებით. ალბათ გახსოვთ, დიახ. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ ვინმე სიტყვები პირში ჩაულაგა, აქ არის ლაპარაკი, რომ სუსმა შექმნა პროცესი, რომლითაც ცდილობდა, რომ ძალადობრიობა დაებრალებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც 320 დღეა არაძალადობრივად აპროტესტებენ ამ რეჟიმს, რომელიც ამ ქვეყანაშია და ამის მერე ამით არ დასრულებულა ოპერაცია. ამას მოყვა, რატო იყო ეს ოპერაცია? იმიტომ რომ ამას მოყვა მერე მაგალითად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, გახსოვთ საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დაბარება და მათთვის მოთხოვნა იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ეღიარებინათ და ამის მიზანი ის კი არ იყო უბრალოდ რომ ელჩს ეს ეღიარებინა, ეს ელჩის
მანდატს სდება, რა თქმა უნდა, და ეს კარგად იციან რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა. ამის მიზანი იყო, რომ საელჩოების გავლით ევროპის დედაქალაქებში მიეტანათ ინფორმაცია, რომ თითქოს აქ ვინმე სახელმწიფო გადატრიალებას სცადა, თუმცა ეს ოპერაციის ეს ნაწილიც ჩაუვარდათ, იმიტომ რომ თქვენ ალბათ უყურებთ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებს ბოლო დღეების განმავლობაში. ბოლო ყველაზე უფრო მკაფიო მაგალითი ამის იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი თბილისში და მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ რეჟიმისთვის ხელის ჩამორთმევას არავინ არ აპირებს, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის, რომ საკონსტიტუციო გადატრიალება, სახელმწიფო გადატრიალება თუ ვინმე მოახდინა ამ ქვეყანაში, ეს არის ივანიშვილის რეჟიმი, რომელმაც 2024 წლის 26 ოქტომბერს მიიტაცა არჩევნები, რითიც დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება და უკვე 28 ნოემბერს კობახიძის პირით, რომელმაც უარი თქვა ამ ქვეყნის ევროპულ კურსზე, დაასრულა საკონსტიტუციო გადატრიალება, გააფორმა. ეხლა ჩვენ საკონსტიტუციო გადატრიალებისთვის კი არ ვიბრძვით. ჩვენ ვიბრძვით პროცესის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებისთვის სინამდვილეში. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყანაში ხანგრძლივადიანი მშვიდობის, სტაბილურობის, მოქალაქეთა კეთილდღეობის, ტერიტორიული გავიგე სუსის ინტერესი გავიგე, მეორე მხრიდან ვინ შეასრულა ეს ინტერესი, ეს არის ჩემი კითხვა. თუ თქვენ ის ადამიანები, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, მათ და ასევე ადგილზე, უკვე ოპერატიულ დონეზე იყო სუსის პროვოკაციები, მაგალითად, აი შეგახსენებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რაღაც ჟურნალისტთან დაკავშირებულ ეპიზოდს, სხვა ესეთ ოპერატიულ ეპიზოდებს, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არის სუსის ორგანიზებული პირდაპირ. სუსი ეცადა, რომ 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის ის ვისაც ჯერა რომ არაძალადობრივ წინააღმდეგობაშია გამარჯვების გზა და არაძალადობრივი წინააღმდეგობა იმას კი არ ნიშნავს რომ მე აქციაზე ვიდგე და სპეცრაზმელისგან თავში რტყმა მოვითმინო. არა. ეს ნიშნავს იმას რომ როდესაც მე თავს მესხმიან, მე თავის დაცვის უფლება მაქვს. კონკრეტულად იმ დღეს პოსტფაქტუმ იყო ეს ყველაფერი. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ სპეცრაზმელების ძალიან მძიმე ქცევაზე, ვიცით რა კონკრეტულ პერიოდებში ძალიან ძიმე იყო ეს. კონკრეტულად იმ დღეს სპეცრაზმია ზუსტად შინაგან საქმეთა სამინისტროა ის ვინც 400-ზე მეტი ახალგაზრდა აწამა პოლიციის მინივენებში სისტემურ წამებას დაუქვემდებარა ახალგაზრდები და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია დროებითი მოთავსების იზოლატორები, სადაც 100-ობით ქალი გახდა ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი. გურამ როგავას ეპიზოდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სინდისზეა. ყველაფერი ეს ძალადობის ერთადერთი წყარო ამ ქვეყანაში არის. უბრალოდ 4-ზე ვლაპარაკობთ, გიგა, გავიგეთ. ხმები რომ დიახ ნიკას მინდა დავეთანხმო აბსოლუტურად ვიზიარებ მის პოზიციას. კი ბატონო, მადლობა გიგა ლემონჯავა პასუხობდა ჩვენ კითხვებს. დიდი მადლობა. მადლობა მას